მშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და რა თავარია სიმშვიდე, რომელიც დღევანდელ დღეს აუცილებლად თელ კაცობრიობას ჭირდება. ცოტა ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ასე დილა ადრიან და უпроსტორეთ ასე ღამე რატო დავიწყე ამ ვიდეოს გადაღება, იმიტომ დღეს სამშაბათი დღეა, ძალიან დატვირთული ვარ, მაგრამ ჩემი სათქმელიც მინდა ვთქვა, იმიტომ რომ როგორც მოგესალმებათ, სამშაბათობით ჩვენ პოლიტიკურ თემას განვიხილავთ და შეიძლება რაღაც პატარ-პატარა გადარბენები მაქვს და მინდა სანამ მივალ ამ პროცესში ჩემი სათქმელი თქვა. სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას, იმიტომ რომ ისეთი არეული და ისეთი დომხალი ხდება მსოფლიოში და ჩვენც ამ დომხალის ნაწილი ვართ, იმიტომ რომ ამ დედამიწაზე ვცხოვრობთ, ამ კაცობრიობაში ვცხოვრობ და ნერვიულად ბუნებრივია, იმიტომ რომ წეღანაც რო ვთქვი, ძალიან დიდი არეულობა და გაურკვეველი სიტუაციები ხდება. თავისთავად აქედან გამომდინარე, ჩვენი არხიდან გამომდინარე და ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე, ჩვენებური აზრი ვთქვათ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ობიექტურები ვიყოთ, ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რაც არის, როგორც არის და გინდა არ გინდა მაინც ჩვენი მხარეც ჩან, ყოველ შემთხვევაში ჩემი და ალბათ თქვენიც. რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში და წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ალბათ სათაურშიც გამოიხატება ვის მხარესავთ, როგორ მხარესავთ, უბრალოდ რა პოზიციაზე ვდგავართ. აი, ჩვენ ახლა ამ ვიდეოს რო დავიწყებთ განხილვას ამ პოლიტიკური სიტუაციას, მინდა იმ სიტყვით დავამთავრო. არა, დავიწყო იმ სიტყვით, რა სიტყვითაც, რა წინადადებითაც დავამთავრებ. და ასეთი წინადადება იქნება, რომ პირველი ვინც არ ტყავს, ის აგებს, იმიტომ რომ ის უსამართლობას ჩადის. აი ეს იქნება ამ ჩვენი ვიდეოს სათაური. რატო თქვი ახლა წინა ვიდეოშიც გახსოვთ პოლიტიკურ თემაზე, რომ ლაპარაკობდით მიმდინარე პროცესებზე, იქაც ჩვენ ვიდეოს სათაური იყო ძალით საქმე არ გეცდება. ნუ რითი თქვა მინდა, რომ ჩემი სათაური უკვე რაღაცნაირად ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ. მოდი ახლა ამ ვიდეოს სათაურიდან გამომდინარე დავიწყოთ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის განხილვა. ხშირად ადამიანები ჩემთან დისკუსიაში რომ შემოდიან, მე ვიყენებ ხოლმე ჩემ ცხოვრების ორ მაგალითებს. აი პოლიტიკურ დისკუსიაში რომ შემოდიან ხოლმე და ბევრი რო არ მოეწონება ჩემი აზრი, ასეთ რაღაცას მეუნებიან, კაცო, შენ ყოფითი სიტუაცია რატო გადაწყავს პოლიტიკურშიო? მეუთხარი, მე ვამბობ ხოლმე ამ შემთხვევაში ფაქტურად ფორმულა ერთი და იგივეა, უბრალოდ ყოფით სიტუაციაში არის მასშტაბები პატარა, პოლიტიკური უფრო ფართო მასშტაბიანია, იმიტომ რომ ქვეყნები და დიდი ტერიტორიები და გეოგრაფიებს მოიცავს. აქედან გამომდინარე ის პრინციპი და ის არსი ერთია. მე ასე ვფიქრობ, რა ვიცი, თუ ასე არ ვფიქრობ, შეგიძლიათ კომენტარების სახით შენიშნა გამომიგზავნოთ და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. მაგრამ მე მაინც იმ აზრისა ვარ, რომ პოლიტიკა დიდი თუ პატარა არსი ერთია. იქიდან გამომდინარე, ჩვენი რელიგიური სწავლებიდან გამომდინარე, ყველაფერი არის ადამიანის მწოდვილი ბუნებიდან გამომდინარე. უბრალოდ ის პატარა მასშტაბში აკეთებს ყოფითი ოჯახში, უბანში, ქალაქში და არის პოლიტიკოსები, რომლებიც დიდ ფართო მასებს და მასშტაბებს მოიცავს. მოგეხსენებათ მეგობრებო, ასე თუ ისე კაცები ვიძახე ხა ქალბატონები, იგივეა ფაქტობრივად ადამიანები, ყოველთვის რაღაცა ჯგუფი მოგდის ხოლმე, ხო, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. და მე ჩემ მაგალითს ვიტყვი, მე სამწუხაროდ არ ვიცი, ნუ ისე მოხდა, რომ თქვენი იცით, რომ მე ცოტა ისეთი გავლილი ცხოვრე, მამა გომები, ეს შავი სამყარო, ჩუჩები, მაგას მნიშვნელობა არ აქვს და ყოველთვის ასეთ რაღაცას დავაკვირდი და უბრალოდ პატარა ჩემი ამ ვიდეოს სანამ ჩავწერდი, გავიხსენე ჩემი ცხოვრებისეული მაგალითები და გავიხსენე ის კონფლიქტური და დაძაბული სიტუაციები, რომლებიც ჯგუფში გადადიოდა და ვერ გავიხსენე
ყოველთვის აი ჩხუბის დროს ხო ვინც პირველი არ წავდა ის წაგებული ხდებოდა. ნუ იმ აი არ მახსოვს რა, ესე იგი მე რო დავაკვირდე და გავანალიზე, მე ამასაც გაგიშიფრავდი. ესე იგი ადამიანი რომელიც პირველი არ წავს ის მართალია თუ არ არის მართალია, აი თუნდაც ახლა ამერიკაში და მგონი ევროპულ ქვეყნებშიც აი შენ რაცა უნდა მართალი იყო კონფლიქტის სიტუაციაში შენ თუ პირველი დაარტყი უცბადვე თვანი იქნები რაც არ უნდა მართალი იყო თქვა ორ კონფლიქტურ პიროვნებას მოძის ჯგუფი და ერთი მართალია ყველანაირად 200% მართალია და ვერიწმეს და არ წავს პირველი მომენტალურად სასამართლო იქნება თუ არბიტრაჟი იქნება ის თვანი იქნება და ზოგჯერ აი გამიგია რომ აი ეს რა უსამართლოდ მომიქცნენ რაშუაშია მე ხო მართალია არა და მეც ამას ვეთანხმები და ჩემ ცხოვრებისო გამოცდილები და ვიცი და მე აი ისტორიაშიც აი ომების ისტორიას რო ვკითხულობ გადავავლე თვალე არ მახსოვს რომ არ შეიძლება მე ვცდები რომ ვინც იწყებს ომს ის გამარჯვებული გამოდიოდეს შეიძლება იმ მომენტში თქვა ნაპოლეონი თქვა ჰიტლერი ნუ ახლა ვინც მახსენდება ომები რა დიქტატორი ომები ვინც იწყებდა ომს შეიძლება თქვა ის ქვეყანა დაიპყროს 50 წლით 100 წლით 100 წლით 5 წლით რა ვიცი მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მარცხდება იმიტომ რომ იმ თავდასხმას ომის დაწყებას რა მიზნით როგორი მიზნით ბევრი ვერსიებია ნებისმიერ ვარიანტში ხარ უსამართლო და უსამართლობა როგორ არის ჩვენ როგორ სამართალმა პური ჭამო ხო ჩვენ ხალხურ ლიტერატურაში ამბობენ ხოლმე გამორჩილას ანდა ისა სანთელ საქმეველის თავისას გამონახავსო ჩვენ ისტორიაში წავიღოთ ხო 300 წელი იყვნენ არაბები საქართველოში მაინც საბოლოო ჯამში საქართველოს გაიმარჯვა მონღოლები იყვნენ რამდენი 100 წელი მაინც საქართველოს გამოვიდა რუსები იყვნენ 200 წელი საქართველოს გამოვიდა რატომ მეგობრებო არ დაფიქრებულ ხართ აი ეგ ფორმულა მუშაობს იმიტომ რომ საბოლოო ჯამში კი ადამიანები ეწირებიან უსამართლობას შეიძლება თაობებიც ეწირებიან მაგრამ საბოლოო ჯამში უფალი უსამართლოდ არტყუებს ასე თქვა დაჩაგრო და დაჩაგრო ცოტა ეს სიტყვა ნუ რაღაც ხო დაჩაგრო ერს ადამიანს და იმიტომ რომ უფალი უფალს უყვარს სიყვარული ის სამართლიანია და სამართლიანობა რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ჩვენ უფლის ნება ასეთ უსამართლო სიტუაციაში ვარდებით მაგრამ საერთო ჯამში მაინც სამართალი როიტყვიან პურს ჭამს აი ამ კუთხით მივუდგეთ ახლა ჩვენ პოლიტიკურ გარჩევას გახსოვთ 4 წლის წინ პუტინმა ომი რო დაიწყო უკრაინაში თუ გაიხსენებ ჩემს ძველ ვიდეოს მე ასეთი ფორმა გამოვხატე ვლადიმიროვიჩი ერთი მომცა შენთან ერთი დამალაპარაკე და გეტყვი ეს რა მოგივიდა შენ კი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ხარ ასე თუ ისე სამხედრო ძლიერება გაქვს და რა გინდა შენ ახლა უკრაინას უწყებ ომს კი იძახი რომ რაღაცა მიზნები გაქვს ისა ესა მაგრამ შენ უკვე პირველი რო იწყებ ომს ვალოდია როგორ დაგემართა ეს წაგებული იქნები ნებისმიერ ვარიანტში იმიტომ რომ შენ მე მაშინ ასე ვამბობდი რომ შენ ვალოდია წაგებული იქნები იმიტომ რომ შენ ძმაზე აწიე ხელი ფაქტობრივად რუსი და უკრაინელი რა გაყო ერთი ძირის ხალხია სლავენები არიან აი ზოგჯერ არ მინდა ახლა რაღაც უტოპიაში შევიყვანო და რაღაც დავამცირო ხალხი მაგრამ ზოგჯერ დისკუსიაში რომ მოდიან იმტკიცებენ არა კაცო უკრაინელი სხვა ხალხია და რუსი სხვა ხალხია როგორ არის სხვა ხალხი ერთი ჯიშის ხალხია სლავენები არიან და ბოლოს რუსეთის ისტორია კიევიდან დაიწყო ხო მაგრამ ნუ პოლიტიკური სიტუაციების გამომდინარე და მთელი რაღაც რიგითი მიზეზების გამო გაიღვრი და შენ ვალოდია მე ვამბობდი იმ ვიდეოში გახსოვთ უნია მოიგე არა იმიტომ რომ შენ უსამართლოდ იქცევ შენ კი იძახი რაღაცა მე მართალი ვარ მაგრამ შენ რა გინდა ის თუ სახელმწიფოა დამოუკიდებელი და თავისი ცხოვრები ცხოვრობს რატო ერები არა მე დედას უტირები იმიტომ მე ატომური მაგი ისა კი გადმოული მაგრამ
შენ გამარჯვებული საერთო ჯამში არ იქნება. აი თუ გაიხსენ აი თუ არ დაგეზარებათ ნახეთ მე ჩემ ამ ვიდეოში უკრაინაში ომი რო დაიწყო ამაზე ლაპარაკობდი. გავიდა დრო და რას ხედავთ? ეს დემოკრატიული ქვეყანა ამერიკა და მისი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იწყებს საომარ მოქმედებებს ირანში. აი თუ მექნება საშუალება აი რო შემახედროს ეს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი თავისებურია და რაც უნდა ლაპარაკობენ ნარციზია, მაგრამ მე ვეტყვი დონალდ ბიჭო ორჯერ გახდი ამერიკის პრეზიდენტი. ამხელა წარმატებული ადამიანი ხარ. ამხელა ბიზნესში წარმატებული გიგა. ასე ხალხმა პატივიცა და პრეზიდენტი გახდი. ასეთი შვენიერი ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. რა გინდა სადმითი ხარ? იძახდი რომ ნობელის პრემია გინდა და ყველაზე საშინელ და უაზრო ომს იწყებ და არა მარტო დაწყებ, არამედ აუბედურებ. ფაქტობრივად მსოფლიო მასშტაბით არის სიტუაცია და შენ კი ამერიკა ძლიერია. საქმეს რომ მივიდეს გადაულის ამ ირანს, პრობლემა არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვებული მაინც ვერ გამოვა, იმიტომ რომ იგივე ფორმულა მუშაობს. პირველი იწყე. კი ახლა შენ დამიწყებ აქ ლაპარაკს, რომ აი ირანი რაღაცას აკეთებ და იმას აკეთებ და მე დავასწავლე, მაგრამ იგივე არ გააკეთა პუტინმა. რა პუტინი მოგებულია საერთო ჯამში? აი იგივე დაგემართება შენს ბატონო დონალდ. შენი არასტაბილური საქციელი ან რას გავს ეს ყოველ დღეში 5-ჯერ 6-ჯერ იცვლი პოზიციას. საბოლოო ჯამში რა გინდა? გადაიკიდე ევროპა, გადაიკიდე გრენლანდია, კანადა, ვენესუელა. გონია რომ ვენესუელაში გამარჯვებული ხარ და დაიწყე ისეთი ომი, რომელიც ფაქტიურად ჩიხში შეხვედი და არავის არ უჯერებ და სად არის დონალდ ეშენი აზროვნება? უბრალოდ მე მიკვის, იცით, მეგობრებო, მაინც ამ რჩევლები არ აყავს, ან ჭკვიანი ხალხი არ აყავს. თუმცა რადგან ვიცით ეს პოზიცია, რომ გენერლებმა და სამხედრო პირებმა უთხრეს, რომ თუ შევად ირანისკენ დავიწყეთ ამ პოზიციებს, ჩიხში შევად და გამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ვინ გიტყვა, ვინ უჯერებს? არავინაც არ უჯერებს და უბრალოდ უდასაწყვეტია, რომ ყველაფერი აი იმ ფორმულაში ჩდება და რა ვიცი, ამდენი გაუბედურება და რა მოყვება ომს და რა არეულობა წავა, ჯერ მარტო მგონი 10-12 მუსულმანური ქვეყანა ერთმანეთში აერია, ეს ნავთობის ადენები დაიკეტა, რა მოყვება, ეხლა მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, საშინელება არის რომ, მაგრამ ფაქტია რომ ეს კაცი და დონალდი თუ შემხვდა, მე ვეტყვი დონალდ, სანამ დროა, წადი უყარ, რაღაცნაირად გამოდი, მაგრამ ვერ გამოდის და უკვე პოლიტიკური რეალობაა და ნახეთ მეგობრებო რა ხდება, ვერ გამოდის კი არა, ეხლა ფული მოითხოვა კონგრესში, რომ გააგრძელოს ომი და კონგრესი უარზია. ამერიკაში გამოსვლებია საწინააღმდეგო, იმიტომ რომ ვერ გაიგეს რა უნდა ამ კაცს, რა ომი უნდა. ეხლა იძახის ნავთობი უნდა გავაკონტროლო, ნავთობი მინდა ესა მე რაღაც უფლებები, მაგრამ ნუ მოусმინოთ დონალდ ტრამპს. ჯერ მარტო ლექსიკა, ეხლა მე ხო Fox News-ს უსმენ ხოლმე. აი ქუჩაში რო ლაპარაკობენ, აი გეტოებში ზანგები ისეთი ენით ლაპარაკობს, ეხლა გუში გამოვიდა და საუდის არაბეთის რა ქვია, სარმუნია ხომ ის პრეზიდენტი, აქ სარმუნაო ბოდიში და უკანარზე მაკოცოსო. იმან მაკოცოსო ისიც შეწენა, აი არ ვიცი, აი ლექსიკონი აქ არ ვიცი, აი და იმედ თავიდან რო თქვი რომ მართლა ვერ გავიგე რა ხდება, რა აიძულებს ამ კაცს და რომ დომხალია, ეს ფაქტია. კი, გასაგებია ირანის წყობა არ მოგწონს, იქ არ მოგწონს, მაგრამ შენი რა საქმეა, რატო იწნებ? მაგრამ ისევ ისის ფორმულა მეგობრებო, თავიდან რო თქვი, პირველი ვინც დაარტყავს, ის წააგებს და ფაქტობრივად საქმე იქითკენაც მიდის. კი, შეიძლება გადაუარო ირანთან დიდი, მაგრამ სულს ვერ დაანგრევ, ეს გადაინტერებ ამ ხალხს. და იგივეა, რასაც პუტინს მოუვიდა, აი პუტინი და ტრამპი ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ, ხო?
პუტინმა კი გადაუარო უკრაინას, მაგრამ როგორ ფიქრობთ, თქვენ გამარჯვებული იქნება? არ იქნება, იმიტომ რომ საშვილიშვილოდ ეს იზღი და ეს თაობებს გადაყრება და რა მოხდა? და იგივეა აქაც. არაბული სამყარო რა, იმათ აპატიებს, მით უმეტესობა პოზიციები რა ხდება, რომ უკვე ირანს, ავღანისტანის ახლა ტრამპს ხო უნდა ის სახმელეთო ჯარის 5,000, 10,000 კაცი წაყვანა უნდა და ეს წაყვანა უნდა და იქიდან ავღანისტანმა უთხრა ჩვენ გამოვუშვეთ მარტო 15,000 ქვეით ჯარის კაცი, იქით პაკისტანი, იქით ხუსიტები, მუსიტები და საბოლოო ჯამში უბრალოდ ამხელა ესეთი კოხთა ქვეყანა წამოვა ეხლა გაძვირებები, ისედაც საწვავზე წავიდა გაძვირებები, ხორბალზე წავიდა გაძვირებები და ასე შემდეგ. დომხალი. მაგრამ კიდევ ამიქვის იცი მეგობრებო, დომხალი, მაგრამ ისრაელიც როა ჩართული ამ საქმეში, გასაგებია ახლა ისრაელის თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები ქონდა, ცუდია თუ კარგი, მაგრამ მე მიქვის, იმიტომ რომ მე დღემდე მიმაჩნია, რომ ებრაელი ხალხი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ხალხია დედამიწაზე. თუნდაც აი იქიდან გამომდინარე ნობელის პრემიიდან 100 კაციდან 70-80 ებრაელია და ასეთი აზროვნების და ასეთი პოტენციალის მქონე ადამიანებს ეს ნათანიაჰუ როყავთ ეს პრემიერ-მინისტრი საიდან მოუვიდა ან იცით მეგობრებო რომ ნათანიაჰუს სისხლის სამართლის საქმეებია მასზე აღზრული და ეს კაცი მართავს ამ ჭკვიან ერს. არ არის დომხალი, რომელსაც ვერ გებულობთ, ფიქრობთ, ანალიზებთ და საერთო ჯამში მე პირადად ჩემი ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება ხა მე დიდი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი არა ვარ, მაგრამ რა ხდება და როგორ ხდება, ვერაფერი ვერ გავიგებ, იმიტომ არანაირ ლოგიკაში არ ჩდება და საერთო ჯამში დონალდ ტრამპი და ეს ნათანიაჰუ აი რაღაც თითქოს სათამაშო აი ბავშვები რომ უმუბანას თამაშობენ, აი ესე უდგებიან ამას ყველაფერს. მართლა საშინელი მდგომარეობა, დომხალია, კაკაფონია და ჩვენ რა დაგჩენია ვილოცოთ და იქნებ ეს სამწუხაროდ ამხელა შვენიერი ქვეყნის მართვა უკავია ამ კაცმა ხეში დონარზე ვიძახი, მაგრამ არ ამგონია რომ ამან რაღაცა გაქაჩოს, იმიტომ რომ კონგრესი და აი ყოველი გამოსვლებია ჩიკაგოში, სან-დიეგოში, რა ვიცი, დიდი გამოსვლები უკვე ხალხი აზე მოდის, რომ რაღაც ნარციზი და უკვე არანორმალური ადამიანის ღირშია ფაქტიურად სოფლიო ბედი. საშინელება ის არის, რომ ამ ორონტლიაში და ამ დომხალში ისრაელი ამბობს, რომ არ არის გამორიცხო ატომური ბომბი გამოვიყენო. აი წარმოიდგინეთ რა ქაოსში ვართ მეგობრებო და როგორ გინდა ეხლა ამ სიტუაციაში არ დაიძაბო და არ დაიწყო ფიქრი პოლიტიკაზე. მოდი ეხლა აქ შევუხვე მე საწყობში უნდა შევიდე, არ შემეშალო და შევალ და მერე განვაგრძო ჩვენი საუბარი, არა მეგობრებო. ეს ნევადაში ცოტა ისეთი მისამართებია და არ მინდა რომ შემეშალოს რა. თავისებური ისინია. ვიმყოფები რინოს გვერდზე, სპარკი ასეთი დასახლება და ბევრი საწყობებია ახლა და დილის 7 საათია და წარმოიდგინეთ ამ უდაბნოში საცობში მოხდი და დარჩენილია რაღაც 2 მილი. მაინც აი უშაობს რა ამერიკა რა ეს დილიდანვე გონია ახლა უდაბნოში ამ სივრცეში ამ იმაში უშაობს ხალხი ამით არიან ესენი ძლიერები. 5.99 რა ძვირია, ეს აწვავი რა. როდესაც იყო 3 და 4, 5 და 99 გალონი რა ხელი ფასი. ძალიან ძვირია რა, ძალიან. ვა, კორტი არტ. ნათესავი
მარიოტის ქორთიადი ეს ერთი და იგივე მენეჯმენტია. შუა უდაბნოში ეტყობა ბიზნესი არის აქ რა, ანუ საწყობებია აქ და რაღაც სტუმრები რო ჩამოდიან ამ ბიზნესის იქიდან გამომდინარე ამ სასტუმროში მოდიან ქორთიად მარიოტ. არ მოვთი საცობი კაცო რა და ამენაირად მივათ ალბათ იქამდე. სხვათა შორის აქ არის ძალიან ბევრი ტესლა, რა ქვია, ტესლა ტრაილერები და აი თუ შეგვდე ისიც კარგი იქნება. ადრე რამდენჯერმე რო ჩამოვედი, შემდგრე ტესლა ტრაილერები, დიდი ასეთი დენზე მომუშავე ტრაილერები და ვიდეო არ გადამიღია და აი თუ ჩაგვივარდა ვარიანტი, კარგი იქნება. აი როგორც იქნა მოვედით, ეს საწყობია 625 ნომერი ახლა. აი ამ პროცესს აღარ გაჩვენებთ, იმიტომ რომ დაწყებული გვაქვს პოლიტიკაზე საუბარი და გავჩერდებით მერე გავახსენოთ. მარჯვნივ წავიდეთ თუ მარცხნივ რაღაც მოვარდოთ. იქით რაღაც ყუთები შევამჩნი და რაღაც იქით. Okay, thank you. Ikit audio. Thank you. You have arrived. აგერ ყოფილა თელისი. ახლა ოფის მახავდა. თონი ადრე ვარ მოსული და. ცივა ხო იცი 11 გრადუსია. რაღაც შეჭირა სიცხიდან. ახლა ესე იგი გუშინ წინ ვიყავი -5 გრადუსში. გუშინ ვიყავი +25 გრადუსში. ახლა +11 გრადუსია. აზე ხად რა ცვალებადობებია. წავიდეთ აბა ნახოთ. კარგი. მთელი ღამე ვიარე და. ой. ჯორჯ, მესუმრები? ვინ გამიშეთ? მეფს უსვერს, მეფს. box out. აღია ყოფილა. დილი 7 საათია დოყე მუშაობ. ამერიკა. აგააჩერიო. კარგი, გავაჩერებთ და გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი. всё, დავაყენეთ. კაი ამინდია აგრას 1:15-10 წუთი ვიქნებით ალბათ და თან სხვაგანავა წასასვლელი და ამ 10-15 წუთში ალბათ თან გავისეინებ. სუთა ჰაერიც არის 12 გრადუსია. მივყოფებით ნევადაში. ნახეთ როგორი ბუნება, ნუ ეს სტილი და აქ საერთოდ კაი სამუშაოა რა, დიდი საწყობები, ადვილი დასაყენებელია და ასე შემდეგ. კაი, გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი, თან ვიაროთ. გავშალოთ ფეხები, იმიტომ მთელი ღამე ვიარე და სუთა ხაერსაც ჩავყლაპ. ხო, რაზე გავჩერდით, რომ ძალიან აირია სიტუაცია. ესე იგი, ტრამპი აი წარმოიდგინეთ, რო უყუროთ CNN-ს, აი ტელევიზიებში, ამერიკულ ტელევიზიებში ისე ილანძღებიან, თუ და გუბერნატორები, კონგრესმენები უკვე ყელში ყავთ ამოსული. ჩემი აზრით ტრამპის ბედი კარგი არ იქნება, მაგრამ მეორე მხრივ ახლა რომ დაფიქრდე სპეციალურად ხო არ აკეთებენ, ახლა არ ამგონია რომ ტრამპი შტერი კაცი იყოს და ამ ხელა ომის დაწყებას ასე დაიწყებ და უაზროთ. შეიძლება ის არ ვიცი ახლა ზოგს არ მოსწონს ხოლმე ეს deep state-ები და ის ხალხი რომელიც მის უკან დგანან, უნდა თემ სოფლიოში არიან სიტუაცია და მე ვთქვათ ის land raise-ის რო იძახიან ხოლმე heartland-ი, მე ვთქვათ სკალი დაარტყან და მე რუსეთი გამოიყენონ. ხო გაგიგიათ ასეთი თეორიები. ხო, გეგმებია სოფლიო მართლებს უნდა ეს გააკეთონ, იმიტომ ისეთი უაზრო რაღაცები ხდება, ფასები მაღლა ადის და წარმოიდგინეთ ხალხი გამოდის ძალიან ზღვა ხალხი და ამერიკა ისეთი სახელმწიფოა, რომ ხა პრეზიდენტი ასე გადაახტეს ამ ადამიანთა აზრი არ გაითვალისწინოს არ ვიცი. ნუ ასეა თუ ისეა, მაგარი დომხალია. იქითკენ ახლა ირანი იქითკენ ითხოვს, რომ გადამიხადეს კომპენსაციები, ჰორმუზის კონტროლი მის ხელში ჩავარდება და აი წარმოიდგინეთ ახლა ტრამპმა რომ დაანებოს ომს თავი, ირანი გაბატონდება მთელი მასში. ჯერ დუბაი, ბაჰრეინი რა დღეში არიან, სულ ამოვარდნილია სიტუაცია და საშინელება რა არის, რომ უკვე წყლის რეზერვუარებზე მიდის
დაბომბებით. ეხლა წარმოიდგინეთ არაბულ სამყაროში, იმ სიცხეში, იმ რეალობაში ეს ხალხი, რამდენი ხალხი დაიღუპება და რამხელა იმიგრაცია წამოვა. და ჩვენ ამ დროს უკვე საქართველოს როგორ ყურადღებით უნდა ვიყოთ, ეხლა გინდა, არ გინდა. ჩვენ ეხლა გლობალურ იმაში ჩვენი მასშტაბიდან გამომდინარე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის მიმართ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ეხლა წარმოიდგინეთ ის უდაბნოში, სიცხეში ეს ემიგრაცია რო წამოვა, გადაგთელავს და რამხელა სიბზნე და რამხელა ყურადღება გვინდა და არ არის ანერვიულო და ამ დროს რო გეტყვიან პოლიტიკაზე ნუ საუბრობო და პოლიტიკურ იმას ნუ განიხილავო. მაგრამ ჩვენ ვილოცოთ ეხლა ამბობენ ხოლმე რომ აპოკალიფსი დამყარდაო და არა მეგო აპოკალიფსი არის როდესაც უფალე გამოგეცხადება. შეიძლება წინასწარი სვლებია, ჩვეულებრივი კონფლიქტია. აპოკალიფსი ეს უფრო სხვა თემაა, ეს უკვე სამჯარო რო დადგება მაგ მომენტია და ჩვენ ქრისტიანები ყოველთვის ნებისმიერ დროს აღნიშნულ მზად უნდა ვიყოთ. როგორ უნდა ვიყოთ მზად? ჩვენი საქციელით, ჩვენი მოქმედებით. რას ვიზახ? ჩვენც ადამიანები ვართ და ადამიანები როგორ წვიტავენ პრობლემებს აგერ სახეზე გვაქვს. მართლა არასასიამოვნოა და მაგარი დასაფიქრებელია, მაგრამ იმედია რაღაცნაირად ამერიკელი ხალხი და მსოფლიო საზოგადოება, ევროპელები უკვე ნახეთ, ევროპელები ისედაც არ მოსწონდათ ეს ტრამპი და თავისი ის, მაგრამ გერმანიის ის გამოვიდა, აქვე ეს მერცი. ეს ყველანაირად ემხრობოდა ამერიკას და ეხლა უკვე დაუპირისპირდნენ და პიტები თქვა რომ მერცი გამოვიდა გუშინ და თქვა რომ მე ვერ გავიგებ ამერიკას რა უნდა. აი წარმოიდგინეთ რა დომხალია. იმ დღეს გამოვიდა კიდე ტრამპის მომხრე კონგრესმენი და ასეთი რაღაცა თქვა ჩვენო ისეთი ტექნიკა უნდა გამოვიყენოთ რომ ორმუზის სრუტეო ისე უნდა დავბომბოთ რომ ეს გავაფართოვოთო რა. არ ვიცი რა დავარქვათ ამას ყველაფერს არის ბარდაკი და ორომტრიალი. დაუბრუნდეთ ჩვენს ბედკრულ საქართველოს. მეგობრებო, მოგესალმებათ. გავგზავნეთ ჩვენი პატრიარქი და რასაც ახლა მე უყურებ საქართველოში რა ხდება. ეს ტყუილზე და ყალბ სიტუაციებზე ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია, მაგრამ ისეთი ბრალდებები მიდის, ახლა პატრიარქის არჩევნებია, ხო? აი ეს რუსოფილი მეუფე, ეს რუსოფილი პატრიარქი, ესე იგი ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ისეთი პატრიარქი უნდა აირჩიონ. ნუ მე აკაცუკებზე ვიძახი და ეხა იმ დღეს მაგალითად ერთი დამიპირისპირდა და აკაცუკეს რატო გვეძახიო. აკაცუკეს მე შეურაცხყოფის მიზნით არ ვიძახი, მე აკაცუკეს ვიძახი არასერიოზულად რო უდგებიან საქმეს. მუდმივის გმირებიდან გამომდინარე. და რას იძახენ, ესე იგი სოფლიო რა დღეშია, როგორ დღეშია და ჩვენ რაზე მიდის ბრძოლა? რაღაც ძველი სამყარო გონია, всё, ძველი სამყარო აღარ იქნება, შეიცვალა სამყარო. ჩვენ საქართველოს გარშემო რკალია, აქეთ უკრაინის ომი, აქეთ ირანი, აქეთ ის, აი წარმოიდგინეთ რა პროცესებში ვარ და ამ დროს ჩვენი არასერიოზული ხალხი, კაი, აკაცუკებს აღარ ვიტყვი, მე ვიტყვი არასერიოზული ხალხს და მე პირდაპირ გეტყვი, მე ჩემ სიტყვას, რასაც ვიტყვი, ყოველთვის დავასაბუთებ არგუმენტები, ფაქტები და მაგალითები და მე არ მიმაჩნია ეს ხალხი სერიოზული ხალხად, რომელიც დღეს გამოდიან და კიდევ ურევენ სიტუაციას. აბა ივანიშვილი გინდა, ივანიშვილი, ხო, მშვიდობა მინდა, ივანიშვილი კი არ მინდა, მე მინდა ბრძენი, რაციონალურად მოძრაობს მოქმედი ადამიანი. და ეხლა შენ საპატრიარქოში არჩევნებს პოლიტიკურ ნიშნობას ვანიჭებ, ან შენი რა საქმეა, თვითონ სასულიერო, ვიცით რა მიკვის კიდევ აი გიждები რა. ადამიანები ათეისტები არიან. არც ღმერთის ჯერაც არაფერი და იქ ერევიან საქმეში, ეკლესიის საქმეში ერევიან. ნუ ერევიან, იმიტომ რომ პოლიტიკურ ნიშნობას ანიჭებენ. რა თქმა უნდა, ეხლა საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებლური სარწმუნება ადამიანებზე მოქმედი და მით უმეტეს რამდენია მორწმუნე და ადამიანი, ეხლა პოლიტიკურ ჭრის თუ მიუდგები, მაგრამ შენ თუ მე მომიდგები იმ
კუთხიდან რომ დამაზიანო, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა იქნება. მაგრამ ამასაც ეშველება, მაგრამ რატო წამოიწყე ამაზე საუბარი, რომ აი ტელევიზორს ჩართავდა ბრალდებები, ის იმას დააბრალებს, მე ის ამას რაღაცას იძახის, ეს ისა, ესა და აი ორომტრია და იმაზე უფრო უარესი ორომტრიალია. და რა არის გამოსავალი, მეგობრებო, აი მე პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ბევრჯერ მიფიქრე ამ თემაზე რა. აი გავაჩერდ, ეხლა რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრი, თავისი ფიქრი, თავისი ხედვა. მაგრამ ეს აუტანელი ამდენი ბრალდებები, სამართლიანი, უსამართლო, მოგონილი ადამიანი, ეხლა მე მიჭის, ხო, ამხელა კაცი ვარ და ვერ გებულობ მომენტებში და წარმოიდგინე ახალგაზრდა ადამიანი, სტუდენტი 17, 18, 20, 25 წლის ადამიანი უყურებს ამ სიტუაციას და ამ ორომტრიაში, ამ ბრალდებებში სიბინძურისა და მაიმუნობის მეც ვერაფერს ვერ ხედავ და ნუ კაი ჯანდებას მაიმუნობა სიბინძური, მაგრამ ჭეშმარიტება ხო უნდა ნახო, სიმართლე ხო უნდა ნახო და წარმოიდგინეთ ეხლა ეს ტელევიზიები, ეს ინტერნეტი როგორ მოქმედებს ადამიანებზე და ბევრი ვარ ვილაპარაკო. რა უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო? ძალიან მარტივია. ვინც არ უნდა მოვიდეს. კოცების თავრობა იქნება, ლიბერალების თავრობა იქნება, ის იქნება თუ ეს იქნება, სასწრაფოდ მისაღებია ცილის წამების კანონი. როგორც კი ამ კანონს მიიღებთ, აი ნუ მოგეხსენებათ მეგობრებო, კაცი რომ რაღაცა დაგაბრალებს, აი ხა გინდა ქუჩაში, გინდა მე პირადად ჩემი ცხოვრება, კაი მე თუ შენ მე მაბრალებ რაღაცას, მე შენ პასუხს თხოვ და შენ თუ მე ვერ მიპასუხებ და ვერ დამიმტკიცებ იმას, რასაც მე მაბრალებ, ამას მე შენ პასუხს თხოვ. ხო? გინდა ძვერბირჭურად იძახი, გინდა იურიდიულად, გინდა ესე, გინდა ასე. და ჩვენთან რა ხდება? მე ვაბრალებ ადამიანს. აი, ჯორჯ, შენ ხარ სპილო. გაქვს დიდი ყურები, გაქვს ხორთუმი. კაცო, ის მეუნება ჯორჯი. მე ვარ მანქანა, ან ყურები მაქვს, ან ხორთუმი მაქვს, ან რატო მაბრალებ? აი მე ასე მინდა და იმიტომ გაბრალებ. ამ დროს არ უნდა ქნას ჯორჯმა. თუ იქნება კანონი, უნდა მიჩივლოს, ხო? გინდა სასამართლოში, არბიტრაჟში და იმ სასამართლო არბიტრაჟმა გაარკვიოს ესა და უყვე რო ეცოდინება ადამიანს დამბრალებას, რომ ყოველ შენ სიტყვას აქვს პასუხი და მოგეთხოვება ამაზე, უყვე ამ დაფიქრდება და სიტყვაზე 10 კაციდან დარწმუნებული ვარ, თუ ადრე 10 კაციდან 10-ვე კაცი რაღაც ტყუის გაბრალებს, ამ კანონის შემდეგ 10-დან შეიძლება 1-2-მა დაგაბრალოს. ისიც სასამართლოში და არბიტრაჟში და რა ვიცი, მეში მოგეთხოვება. აი, მგონი ძალიან მარტივია რა, რომ დამთავრდეს ეს ორომტრია და ის შეისეთო, შეასეთო, შეისეთო, დამიმტკიცე, დამიდე ფაქტი, მაგალითები მომეცი. არგუმენტები მითხარი და მე მელაპარაკე. და მე ასე მგონია და ჩემი ხედვაც ეს არის, რომ თავრობამ სასწრაფოდ მიიღოს, რა ქვია, ცილის წამების კანონი. ასევე დაიბრუნოს ის ღალატის პუნქტი სააკაშვილის დროს რომ მოსპეს. კაცო, აი ამ სიტყვას ამ მოღალატე ისე გაიძახიან, ისე გამოიძახიან. რა ვიცი, აი ნუ არ ვიცი, აი მარაზმია რა. მარაზმი, რომელიც აი არ ვიცი, აკაცუკობა დაარქვი და ელო აკაცუკობა დაარქვი და გინდა დაარქვი და გინდა არ დაარქვი და მეც ამ კანონის მე თუ ვინმეს რაღაცას ვაბრალებ ჩვენი არხიდან გამომდინარე, ჩვენი, ნუ ჩვენ ხო ვცდილობთ ახლა ჩვენ პოლიტიკოსები არა ვართ, მაგრამ ნერვიულობთ, იმიტომ რომ როცა გამოსავალი, როცა იცი როგორ გადაჭრა ეს საკითხი და ეს არ გამოიყენო, რა ქვია ამას? დებილიზმი და გონება ჩლუნგობა და ნამდვილად არ ამგონია რომ ჩვენ ქართველი ხალხი ჩემი სახით, ჩემი მეგობრების სახით, თქვენ ფოლოვერებო, მიმდევრებო და მაყურებლებო, რომ ჩვენ დებილები და გონება ჩლუნგები ვართ რა. ისე და ისე მეგობრებო არ დავიზარებ და ყოველთვის ვიტყვი რომ თავარია ვიყოთ უფალთან, მერთან და ჩვენი ოქროს სიტყვა რა არის? ყველაფერს აქვს თავისი დრო თავისას ამ დროში მოვა ის დრო, როცა საჭიროა, პროსტო როცა მოვა ის დრო, მაგ დროისთვის უნდა ვიყოთ მზად. კარგით მეგობრებო, დავამთავრებ ამ ჩვენ პოლიტიკურ განხილვას, ჩემებურა და როგორც ადრე ვთქვი, დავამთავრებ
იმ ჩვენ ვიდეოში ის სათაური იქნება, რისი თქმაც მინდოდა. ყოველთვის წააგებს ის, ვინც პირველი არ ტყავს. ანუ პირველი ვინც არ ტყავს, ის ყოველთვის წაგებულია. რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ და მგონი ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, ჩემი განათლება და ჩემი ანალიზის უნარი ამის საშუალებას და უფლებას მაძლევს. მე კიდევ მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და სიმშვიდეს. მშვიდობას, რომელიც სამწუხაროდ ამ ომის დამქაშებს არ უნდათ, მაგრამ ჩვენ უნდა გაუძლოთ, იმიტომ რომ ჩვენთან არის უფალი, ჩვენ ვართ უფალთან და ყველაფერი კარგად იქნება. კარგად, იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით.